მეგობრებო, დღეს დაპირებისამებრ გვექნება გახურების, სახსრების გახურების ვარჯიში, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ ძალისმიერი სავარჯიშო კომპლექსის წინ. ამ კომპლექსში 5 წუთიან ვარჯიშს შევასრულებთ, როცა გაქვთ ძალიან ცოტა დრო და გჭირდებათ აუცილებლად რომ გაახუროთ სხეული, მაშინ გამოგადგებათ ეს სავარჯიშო კომპლექსი და იმედი მაქვს რომ კარგად შეძლებთ ვარჯიშისთვის მომზადებას. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა ვარჯიშამდე არის სწორედ გახურების არ ქონა. იმიტომ რომ არასათანადოდ კი არა და საერთოდ ვერ ემზადება სხეული ვარჯიშის პროცესისთვის, არ აქვს მნიშვნელობა მანამდე შეასრულეთ თუ არა რაღაც დროით ადრე სავარჯიშო კომპლექსი, აქტიური იყავით თუ არა მთელი დღის განმავლობაში, მაინც კონკრეტულად ვარჯიშის წინ აუცილებლად გჭირდებათ თუნდაც ასეთი 5 წუთიანი სავარჯიშო კომპლექსი. მოკლედ, ესეთ შესავლის გაკეთება მინდოდა, აქვე დავურთავ ვარჯიშის შემდგომ გაწეულების ვიდეოსაც და შეგიძლიათ ჯერ შეასრულოთ, შემდეგ მთავარი სავარჯიშო კომპლექსი და ბოლოს უკვე სახსრების გაწეულების კომპლექსი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ხოლმე ან დაწყება კისრით, ან ფეხის წვერებით, რომელსაც რატომღაც არ აქცევენ ხოლმე სათანადო ყურადღებას, არადა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფეხის წვერებით იყოს ძალიან კარგად გახურებული. და ვატრიალებთ, ყველა თითზე ვცდილობთ, რომ გადავიტანოთ დატვირთვა. მეორე მხარეს, ანუ პირიქით. მე ძალიან კომპლექსურად და ისე კარგად მიყვარს ხოლმე რომ ვახურებ ყველა სახსარს, ყველა კუნთოვან ჯგუფს, თუმცა რადგან 5 წუთიანი კომპლექსია, ცოტა შევამოკლებ ამ ამბავს მეორე მხრიდან. ეცადეთ ყველა თითზე გადავიდეს დატვირთვა. ესე მნიშვნელოვანია აუცილებლად მუხლების გახურება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრამვა სწორედ მუხლებზე მოდის ხოლმე, მუხლების გაუხურებლობის გამო, ასე ვთქვათ. და შიგნით 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ამოვიდეთ ახლა ზემოთ, მინჯები, რა თქმა უნდა, გავახუროთ. გადაგვაქვს ფეხი ეს წრიულად. 3, 4, 5, 6, 7 და 8. მეორე მხრიდან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. მეორე ფეხი. შეგიძლიათ მიაყრდნოთ რამეს. 3. თუ ჩემსავით ესე მინჯის სახსარი გიგაცუნებთ, არანაირი პრობლემა არ არის. რა თქმა უნდა, თუ ტკივილის შეგრძნება არ მოყვება ამ ყველაფერს. და მეორე მხრიდან 3, 4, 5, 6, 7 და 8. ახლა მნიშვნელოვანია რომ გავახუროთ წელის ტრიალს, რომ იძახიან, რომელიც რეალურად წელის ტრიალი არ არის, უფრო მინჯებში ხდება მოძრაობა. შეგიძლიათ დოინჯი დაიჭიროთ, შეგიძლიათ ესე უშუალოდ მინჯებთან და კარგად დაატრიალოთ. 4, 5, 6, 7. მეორე მხარეს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. აქედან უკვე მხრები 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 1 უკნიდან წინ 3, 4,
6, 7 და 8. თლიანი ხელები დავატრიალოთ. მეორე მხარეს. 7 და 8. ხელები თავს უკან. გადავიდეთ ერთ მხარეს, ახლა უფრო კომპლექსურად ყველაფერს ვატრიალებთ, ანუ მოქმედება წელშიც მიდის. მხრებშიც. გადავიდეთ გვერდზე, შემოვტრიალდეთ, ამოვიდეთ მეორე მხრიდან, საიდანაც მთავრდება მოქმედება, მოძრაობა, იქიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას, ასე ვთქვათ. მუხლებში ვართ რბილად, ერთხელაც. ამოვიდეთ და გავსწორდეთ. სანამ კისერზე გადავალთ, ესე გადადით წინ, გადაშალეთ მკერდი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ისევ მენჯებთან დავიწყოთ ხელი, აი ესე ოდნავ მუხლებში ჩავიდეთ, ოღონდ მუხლები შიგნით არ შეგვდის, წინ იყურება, ამოვიდეთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. და აქედან ერთ-ერთი ესეთი ბოლო მოძრაობა, გადავიდეთ, ამოვიდეთ სწორი ფეხით. ანუ გადავდივართ ისე, რომ ერთ მხარეს არის ხელი ჩასული და ფეხი გასწორებული, ამოდის 1, 2, 3, 4-თან სუნთქავთ 6, 7 და 8. მეორე მხარეს იგივე ზუსტად, გადავდივართ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. გავსწორდეთ და კისერი. მე მიყვარს ნახევარწრეზე ესე კისრის გახურება. 2. შეგიძლიათ ჩამოუშვათ ხელები. 4, 5, 6, 7 და 8. და მეორე მოძრაობა, რომელიც ძალიან მიყვარს, არის უსასრულობის ნიშანი. ხუჭავთ თვალებს, წარმოვიდგენთ უსასრულობის ნიშანს და ცხვირით ვცდილობთ, რომ ეს უსასრულობის ნიშანი დავხატოთ. 1, 2, 3. თუ შემჩნიეთ, რომ თავბრუ გესხმეთ, მაშინ გაახილეთ თვალები და ისე დახატეთ. და საერთოდაც თუ ასეც თავბრუ გეხვალთ, მაშინ დაჯექით მუხლებზე და ისე გაახურეთ კისერი. 7 და 8. მოკლედ, ეს იყო ჩვენი 5-წუთიანი სახსრების, გახურების, მომზადების ვარჯიში, სრულ სავარჯიშო კომპლექსამდე, სესიამდე. გვექნება ასევე 10-წუთიანი შედარებით უფრო ესეთი დატვირთული გახურების კომპლექსიც. მაგრამ იქამდე სანამ ამ ვიდეოს დავდებ, აუცილებლად არ უნდა დავიწყდეთ, თუ ჯერ არ ხართ ჩემი YouTube არხის გამომწერი, გამოიწეროთ აუცილებლად. აბა დროებით, იმედი მაქვს, რომ ეს ვარჯიში გამოგადგება.